შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჩემთვის კითხვა ნამდვილად აქტუალურია, მაგრამ მეორეს მხრივ შემიძლია დავიტოვო გარკვეული ვარაუდი, რომ შეიძლება 30 წუთიანი სავალი ხელმისაწვდომობის კრიტერიუმი დაირღვეს ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს 10, მაქსიმუმ 15 წუთიანი სავალი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, მაგრამ ჩემთვის ეს დიდ პრობლემას როგორც ასეთი პროგნოზირებულად არ წარმოადგენს. ანუ ხელმისაწვდომობა მაინც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე იქნება უზრუნველყოფილი. შეიძლება 30 წუთიანი ხელმისაწვდომობით არა, შეიძლება 90%-ით შეიცვალოს, რაღაცა ცდომილება გააჩნდეს პლუს მინუსი, მაგრამ როგორც ასეთი, მე მგონი რომ იმაზე უკეთესი ხელმისაწვდომობა იქნება ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი, ვიდრე დღეს მდგომარეობით ქვეყანას გააჩნია. ჩვენ როცა ამ თემას ვეხებით და ესე დავშალეთ, ხომ, ჯერ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მერე ფინანსური ხელმისაწვდომობა და მერე ხარისხი. ასეთი დაშლის დროს აქ იგულისხმება შენობის არსებობა, რომელიც შესაძლებლობას აჩენს თუ შემდეგი რაღაცები დაკმაყოფილდება. ანუ ჯერო ფიზიკურად მაინც არსებობდეს შენობა, იმ შენობაში შეიძლება იყოს გამოქვაბული, შეიძლება იყოს სიცარიელე, შეიძლება იყოს შესანიშნავად გამართული სულ ყველაფერი, ხო? მაგრამ იყოს ძალიან ცუდი. ამ ჩვენ საუბრობთ ამ წუთას ფიზიკურად ინფრასტრუქტურა არის თუ არა ისე ფარავს მოსახლეობას, რომ 90% მოსახლეობისას 30 წუთში შეეძლოს მისვლა დღეს. მოდით ასე, ცოტა რა შევატრიალებ რა, ხა წალკაში მაგალითად არის საავადმყოფო, მაგრამ არ ფუნქციონირებს. შეიძლება რომ ჩაითვალოს, რომ იქ რამე არსებობს? ნუ ამ გაგებით რომ ესე იგი რაღაცა შესაძლებლობა ოპორტუნიტი პირობა არის წალკაში. როცა გადავალ დანარჩენ ორზე, ისინიც უნდა დაკმაყოფილდეს, რომ აზრი ქონდეს, ხო? ანუ აქ საუბარი ამ წუთას, რომ ფიზიკური სამართლობრივ დგას. დიახ, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ მხოლოდ ის, რომ შენობა დგას და ოდესღაც ამ შენობაში საავადმყოფო ფუნქციონირებდა, არ ნიშნავს იმას, რომ დღის მდგომარეობით ის არის სერვისის მიმწოდებელი.